Თეთი დღეს მთელი ქალაქის ქუჩები სავსეა პროტესტით და სავსეა მოწოდებებით, რომ უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის პატიმრები და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ცხადია, ამ პროტესტს უერთდებიან ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები. თქვენ ხედავთ, აქ მოიტანეს მათ ბანერები. მთავარი მოთხოვნა ცხადი არის, რომ არის ახალი არჩევნები, ასევე უკვე რეჟიმის ძალადობის მსხვერპლების და ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნა. აქვე ხედავთ, რომ ძალიან სიმბოლური ბანერები არის აღმართული, ჩამოთვლილია ქართველი ემიგრანტების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნებში და საკმაოდ დიდი ციფრებია აქ მოყვანილი. აი მხოლოდ საბერძნეთში 70,000 ემიგრანტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 80,000 ემიგრანტი და ასე შემდეგ. ხედავთ უკანაც ბანერებს, სადაც წერია, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ აქ ადამიანებს, რომლებიც არიან შეკრებილი საპროტესტო აქციაზე. თუ შეიძლება რომ წინ გადმობრძანდეთ, პირდაპირ ეთერში ვართ და თქვენი სათქმელი რა არის, რომ გითხრათ, ოღონდ აქეთ მხარეს გადმობრძანდეთ. ჩვენ ხედავთ როგორი სიტუაცია გასტარდება ავტორიტარული რეჟიმი. პირველი მოთხოვნა რაც არის აქციებზე დგომის დროს, ეს არის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდები და ყველა ის თაობა, რომელიც სამწუხაროდ მსხვერპლი გახდა პოლიტიკური ნიშნით. მეორე რაც მნიშვნელოვანია, ახალი არჩევნები, რომელიც მოპარული იქნა 26 ოქტომბერს რუსული ხელისუფლების მხრიდან. ეს უკვე არათუ პოლიტიკური კრიზისი, არამედ ზოგადად სახელმწიფოებრივი კრიზისი არის ქვეყანა. ეს მოიცვა ყველაფერამ და შემთხვევით არ არის, რომ ბოლო 15 დღის განმავლობაში ინტენსიურად გამოდის მოსახლეობა აქციაზე იმისათვის, რომ დაიბრუნონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება, არჩევანის უფლება და მომავლის უფლება, რომელიც სამწუხაროდ დროებით არის წართმეული რეჟიმის მხრიდან. მაგრამ 100% დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ჩვენ მოვიპოვებთ ახალ არჩევნებს და ქვეყანა გაიღვიძებს აბსოლუტურად სხვა რეალობაში. ყველაფერი იქნება იდეალურად. დარწმუნებული ვართ. მადლობა, ასეთი იმედიანია მათი გზავნილები. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ აქციის სხვა მონაწილეებთან. თან აქ არიან როგორც ემიგრანტების ოჯახის წევრები, ასევე ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართველები. თქვენ ვის წარმოადგენთ და თქვენი სათქმელი რა არის? პოლიტიკურ პარტია დროას წარმოვადგენ. არჩევნების პერიოდში ვიყავი დამკვირვებელი ბელგიაში. ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც მიმდინარე არჩევნებზე იყო არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევა, რაც არაერთ ემიგრანტს საზღვარგარეთ არ მიეცა ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქალაქებში არ იყო ხელმისაწვდომი საარჩევნო უბნები, რაც არის მათი საკონსტიტუციო უფლების დარღვევა. დღეს შეკრებილები არიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათი ვართ სოლიდარული და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხმის მიცემის უფლებით სარგებლობის უფლება. ძალიან დიდი მადლობა. ასევე გადავინაცვლებთ აქეთ ვთხოვ ჩვენს ოპერატორს და ხადია რომ კიდევ ვისაუბრებთ ადამიანებთან, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, კონტესტაცია დაბრუნდნენ ხოლმე ჩვენ ქვეყანაში. და ცოტა ხანში, როგორც ვიცით, დაიძრება რუსთაველის გამზირისკენ და შეუერთდებიან ემიგრანტები უკვე ცენტრალურ გამზირზე საპროტესტო აქციას. მოგესალმებით, თქვენი სათქმელი რა არის? ოდნავ რომ დავწიოთ ბოდიშს გიხდით. აი თქვენ ბანერზე წერია ემიგრანტების რაოდენობა, რომელიც მხოლოდ ნიდერლანდებშია. აქ იმყოფებით თქვენ ემიგრანტების ხმის გასაჟღერებლად, ხომ? აი თქვენი სათქმელი რა არის? ჩვენი სათქმელი არის ის, რომ ეს არჩევნები ტოტალურად იყო გაყიდული. ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა არჩევნების უზურპაცია, ამას გაყალბებასაც არ დავარქმევ.
და მოახდინა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში რაც გვიწერია 78 მუხლში ჩვენი ქვეყნის ევროპული რელსებიდან აცდენა შეუწყო ხელი და ეს არის მართლა წითელი ხაზი რომელიც მან გადაკვეთა ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები ჩამოვედით იმიტომ რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო იმიტომ რომ ყველა ემიგრანტს მსოფლიოს მასშტაბით აქვს სურვილი დაბრუნდეს სამშობლოში მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში და გავაკეთებთ ბოლომდე იმას რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ჩატარდეს არჩევნები არა ამ ხელისუფლების პირობებში და არა ამ ცესკოს პირობებში მოხდეს ყველა ინსტიტუციების გადატვირთვა და ამ შემთხვევაში ჩატარდეს ახალი არჩევნები რომ დავიბრუნოთ ქვეყანა უკან და ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სათქმელსაც მოვისმენდი აქ რატომ დგახართ რა არის თქვენი სათქმელი ვიდრე მსვლელობა დაიწყებოდა. მე ნიდერლანდებიდან ვარ ერთად ვიბრძვით მე და მაია და იგივე იქნება ჩემი სათქმელი არ მინდა რომ კიდევ ერთი თაობა გავიდეს ქვეყნიდან ჩვენი თაობა წავიდეს რეალურად ჩვენც იმას გვიგმავთ რომ სამშობლოში დავბრუნდეთ და ეს ბრძოლა გასავლელი გვაქვს დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად რეალურად საშრომი გვაქვს და აქ ვიქნებით იქამდე და კიდევ დამემატებით ემიგრანტები სანამ არ მივალთ ახალ არჩევნებამდე რომელიც ჩატარდება სამართლიანად და თავისუფლად. ბატონო ძალიან დიდი მადლობა აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები მარჯანიშვილის მოედანზე და აქედან დაიძრებიან უკვე მარჯანიშვილის ქუჩის გავლით რუსთაველის გამზირისკენ და შეუერთდებიან პროტესტს პირდაპირ ეთერში ვართ აი აქ დაორგანიზდა ემიგრანტების და ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრების შეხვედრა და დაიძრებით ახლა რუსთაველის გამზირისკენ თავარი სათქმელი რა იყო როცა ეს იდეა გაჩნდა რომ ემიგრანტები შეკრებილიყვნენ თავარი სათქმელი არის ის რომ საქართველოში ადამიანებს მამაცად უჭირავთ საქართველოს ევროკავშირის დროშები და ვიღაცას უნდა მოეყოლა და მოეთხოვო ამ სიმაღლის შესახებ უცხოეთში, მაგრამ რაღაც მომენტში ჩვენ ჩავთვალეთ შეუძლებლად სამშობლოდან შორს ყოფილიყავით, როცა ესეთი მნიშვნელობები ხდება საქართველოში და გადაწყვეტეთ ჩამოსულიყავით და გვაჩვენებინა ჩვენი სოლიდარობის ნიშანი, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ბრძოლაში მარტო არ არიან და ჩვენ ყოველთვის დავატარებთ საქართველოს ტკივილს გულით, სადაც არ უნდა ვიყოთ. და ყველაზე მთავარი მესეჯი არის ის, რომ ერთიანობა მე არასდროს არ მინახავს ჩემი ქალაქი, ჩემი სამეგრელო ასეთი ერთიანი, მართალი, სოლიდარული და მინდოდა რომ ამ მოვლენების ნაწილი ყოფილიყავით პატარა მოლეკულა, მე მტკიცედ ვჯერა ჩვენი პროტესტით, მტკიცედ ვჯერა, რომ ჩვენს ღირსეულ მშვიდობიან პროტესტს შეუძლია ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება. ძალიან დიდი მადლობა აქციის კიდევ ერთ მონაწილეს უსმენდით თქვენ ძალიან მალე უკვე პროტესტი დაიწყება აქედან რუსთაველის გამზირისკენ და ქართველი ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები და ის მოქალაქეები რომლებიც შემოუერთდნენ ემიგრანტების პროტესტს მსვლელობით უკვე ცენტრალურ გამზირზე მივიდნენ მე-16 დღე არის დღეს ამ დიდი საპროტესტო აქციების როგორც თბილისში ასევე საქართველოს რეგიონებშიც დღეს თბილისის ფაქტობრივად ყველა ქუჩა იყო პროტესტის ეპიცენტრი მოქალაქეები ითხოვენ ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას.